ესე იგი დაუბრუნდით და ნახეთ კიდევ როგორ შევისვა და galamazzda ჩვენი მაგიდა და გაფერადდა. მოდი მაშინ მოვყვეთ რა არის. ესე იგი ჩვენ გვაქვს უკვე წინასწარ გამომცხვარი მაფინები, ეგრეთ წოდებული კექსები. ამ შემთხვევაში გვაქვს შოკოლადის და ვინც ჩვენ გადაცემებს უყურებს, ესე იგი ამის რეცეპტი უკვე იცის, იმიტომ რომ მე ერთხელ გამოვაცხე. თუ არა და კიდევ ერთხელ გავამეორებ შემდეგ ამ რეცეპტს, მაგრამ იქამდე უნდა ვთქვა ეს ფერადი კრემებში რა ხდება. ეს არის ამოყვანილი ნაღები შაქრის პუდრასთან ერთად და აუცილებელია ვთქვათ, რომ ეს ნაღები უნდა იყოს 33%-იანი, რომ ესეთი სისქემი ვიღოთ და შაქრის პუდრაში უნდა გადაურიოთ. შემდეგ უკვე ბუნებრივი საღებავებით, რომელზეც უკვე წინა ბლოკებში ვისაუბრეთ და რომელიც ყველა საკონდიტრო მაღაზიაში იყიდება, ესე იგი აუცილებელი არის, რომ ეს საღებავები გავურიოთ ძალიან პატარა რაოდენობით, დაახლოებით დანის წვერის რაოდენობით, როგორც სიტყვია. ჩვენს ამოყვანილ უკვე ასეთ თეთრ ნაღებში და ფერის მიხედვით, მაგალითად ლურჯი, მწვანე, წითელი მივიღებთ აი ასეთ ფერებს. ერთი შეკითხვა მაქვს. გისმენთ? 33%-იანი და ზემოთ თუ ზუსტად 33%? არა, 33 და ზემოთ არის 33-იანი, 35-იანი, აუცილებელია რომ იყოს 33. ნაღებზე ვსაუბრობთ, ხო? მინიმუმ. კი ბატონო. ასე რომ მოდი ნელ-ნელა დავიწყოთ. მაშინ ნინო სანამ მარციპანისგან მოამზადებს ფიგურებს, მიხარია. მეც მიხარია, მეტყვი ძალიან კარგი 3D ფიგურებს ხო უცბად თქვა. 3D ფიგურებს. ხო, მაშინ მე ამასობაში ამ კრემებს, რომელიც უკვე წინასწარ გამზადებული არის, კი, აი ესე ტომსიკაში, რომელსაც საკონდიტრო ტომსიკას. ჩემ საყვარელ ტომსიკაში. მოდი მაგარა, შენც ცადე. მოდი ჩავდოთ. ნინო, მოდი რა ფერით დავიწყოთ? შენ ნაძვისხეს აკეთებ? მაშინ მოდი ნაძვისხეს რახან აკეთებ, თოვლზე დავსვათ და თეთრ ფერს ავიღებ მე. თოვლზე ვისვამ დაიბენე. ნაძვისხეს. მაფინს დავფარავთ თოვლით და ზევიდან დავშვამთ 3 დენაძვისხეს. დიახ, და შეგვიძლია შემდეგ მოვაყაროთ აი ჩვენი ლამაზი რაღაცეები. ღმერთო, სულ ესე გადაცემები. ასევე, ხო, ნინო დაასრულა და ვაძლევთ კონუსის ფორმას. ხო? და შემდეგ ძალიან მარტივად გამოუჭრით წიწვებს მაგრატვით. თურმე როგორ ხდება? აი, ჩვენ რომ ნახეთ ფოტოებში და რომ გაგვიკვირდა ეს როგორ არის, თქო. ანუ ასე მარტივად მაკრატვით. ძალიან მარტივად. როგორი მარტივი ყოფილა და მე მეგონა რომ ცალკეფენებლად გასაკეთებლად ცალკეც შეიძლება გაკეთდეს, მაგრამ ეს ყველაზე მარტივი მეთოდია. მეც მეგონა, ნუც რომ ეს წიწვები ცალკე იყო მიწებებული. მეც ეგრე მეგონა. პატარა ბურთებით შეგვიძლია სათამაშოებიც კი გავუკეთოთ, არა თუ მოგვინდა. ახლა ერთი აზრი გამიჩნდა რეკლამის დროს და სახლში ხო გაქვთ პლასტელინი და პლასტელინის მოყვება როგორც წესი ძალიან ბევრი ფორმა და ის ფორმები შეგიძლიათ კარგად გარეცხოთ, დამდუღროთ და შემდეგ არაჩვეულებრივი შეგიძლიათ გამოიყენოთ საჭრელად. დღეს კარგი იდეები გაქვს, კარგი დღეა. მოდი მაშინ მე საღამოს საფორმები დაიწყება. აბა მიდინოთ. როგორ დავფაროთ. გვაქვს ამ ტომსიკას აქვს ასეთი რკინის ხუფი, რომელიც ასევე საკონდიტრო მაღაზიებში შეგიძლია შეიძინოთ ამ ტომრებთან ერთად. თუ თქვათ სიტყვაზე უფრო იაფასიანი ტომარა შეგიძლიათ შეიძინოთ, იქნება ერთჯერადი, მაგრამ ეს არის მრავალჯერადი და უფრო მოსახერხებელი არის, იმიტომ რომ ყიდულობთ ჯობს რომ მრავალჯერადი იყოს და შემდეგ როდის დაგჭირდება. გექნებათ თქვენ სამზარეულოში და როცა დაგჭირდებათ ხელახლა იხმართ. შენსაც სხვანაირი წვერი აქვს, ჩემსაც სხვანაირი, ხო? ყველა სხვადასხვანაირი წვერი აქვს. აი სამივე თოვლივით ეფექტს მივიღებ. მაგარია. თავლი? აქაც დაფარავ? აი აქაც დავკარგე. კარგი. აი მართლა როგორ პატარა დეტალებს შეუძლია რომ კარგ ხასიათზე დაგაყენოს და გაგაბედნიეროს გიჟდები აი. ხო, უნდა მეთქვა უფრო მეტად გაგაბედნიეროს მეთქი. აჰა. შეგვიძლია და ჩვენ ნაძვისხეს აი გამოვიყენებთ და დავფარავთ. ხო, მოუხრება ჭყიალები. თან ოქროსფერი ხომ იცით რომ კამდე ვერცხლისფერი ნაძვები ვიცოდით, დღეიდან ოქროსფერი. კიდე უფრო აბჭყიალებული. ძირი როგორ უნდა გავუკეთოთ რო კარგად? პირდაპირ და მარტივად დავსვამთ მაფინს. აბა დავსვათ. აუ რა ლამაზია. ძალიან რაღაცები კიდე რომ მოვაყარო შეიძლება? კი, შეგვიძლია მოვაყარო. მე მინდა რომ თავზე გავუკეთო ეგრეთ წოდებული ქართულად არ ვიცი როგორ ქვია ბერხუშკას რო ეცახე გახსოვთ? ჩვენს ბავშვობაში იყო მაკო ესეთი ვარსკვლავი. ძველი სათამაშოები რაც მოკნა ნახე კი. აუ ძალიან ლამაზია. აი ესე იგი მე ცოტა რო ვერცხლისფერი თუ ოქროსფერი, მადი ოქროსფერი. რომელიც აი ასე. შეგიძლია გამოიყენო. აჰა. აუ რა ლამაზია. თავზეც დავასვათ რა ეგ ბურთი ერთი ცალი. ერთი ცალი მარტო დავაწებოთ ხო? ვარსკვლავი დავაწებოთ. აი. მოდი. და შვება. აბა დავასვათ.
აი, რამაზია. კარგი, ერთი ნაძვის ხომ მზად არის, ხო მე მგონი. რას ვაკეთებ შემდეგ? თეთრი გადავდოთ. შემდეგ რას დავასვამთ? ელფი გავაკეთოთ. ვაიმე, გავაკეთე. დაფერი ავიღოთ. თეთრი გადავდოთ. მწვანე მოდი, რაღაც ელფი მგონია რომ ბალახში უნდა კი ბატონო, იყოს მწვანე. ჩვენ ამ შემთხვევაში ავიღებთ მუქ მწვანეს. ეხლა მე ხელები რადგან მქონდა ჭყუიალებიანი, ხედავთ გავჭყუილდა, ასე რომ ჭყუიალა შარვალი ეცნება ელფს. ეს მწვანეა, მაშინ აღარ გვინდა მწვანე კრემი არა, ცისფერი იყოს. მოდი ნოც. შეგვიძლია რიცხვებიც გავაკეთოთ 2017. აუ, გავაკეთოთ და აი აქ შეგვიძლია ესე დავაწეროთ, ხო? დავაწეროთ კი. აი ხა ნახეთ ფეხებს როგორ გავაკეთებ. აბა, ყურადღება. ელფის ფეხები. აი აუ, ეხა გავგიჟდები რანაირი. აუ, არა, ეს უკვე ძალიან რთული აქ ალბატონო. კი. არ არის რთული. ეს უკვე თქვენ უნდა მიყვებით, ჩვენ უნდა დაგეყოთ. ინსტრუქციას. მაგრამ ხო თუ მიყვებით ინსტრუქციას. თქვენ ისე მარტივად გამოგდით, რომ ეს სტიმულია არა, მაკო, რომ უყურებ, რომ ვიღაცას მარტივად გამოსდის. ესე იგი ბევრი ვარჯიშის შემდეგ იმედი გეძლევა, რომ შენც გამოგივა. ვაიმე, ელფი რომელიც ეხმარება თოვლის ბაბუას საჩუქრების დარიგებაში და მომზადებაში, ასე ვთქვათ. მწვანე გჭირდება, ახლა თეთრი ავიღეთ. თეთრით რას ვაკეთებ? კანტებს გავუკეთებთ, ანუ ბეწვის ისინი კანტები აქვს. გასაგებია. აი ესე. კამარ. შუბას ვაცმოთ ასე. ანუ კანტები იქნება იმის. ქურქი მოვაცმოთ, ხო ასე ვთქვათ. ჩვენს ელფს. და სანამ ელფს ნინო ესე იგი მოსავს, მე ვიტყვი რომ ტომსიკის ხმარებაზე გასათვალისწინებელია ერთი რამ. ესე იგი, როცა უკვე ჩაასხავთ კრემს, შემდეგ უკვე უნდა აი ამ რბილი ნაწილით, ხელის რბილი ნაწილით უკვე აი ესე რომ ქვემოთამდე ჩაიყვანთ. აი ამ ნაწილით დააწვეთ და არასდროს ბევრი არ გადმოვა და ყოველთვის ზომიერად პატარ-პატარა რაოდენობა გადმოვა. აი ნახე აი ამ რბილი ნაწილით. ანუ აი მხოლოდ არა, შენ ახლა აი ამითი აწვევი, უფრო აი ამითი. ერთებით ხო? პირველია ხო? ეს ხო ის ნაწილია და იქს რო ვამოწმობდით. როგორ იყო მედიუმ? მეცა და რა უნდა ვქნათ, ვერ გავიგე. აი ერთ-ერთი. ამ რბილი ნაწილით რა უნდა ვქნათ? ნუ, ვერ გავიგე ამ რბილი ნაწილით როგორ უნდა მივიღო. შეხედე? აი ამითი. აბა მეთხოვე. და მე აბა როგორ ვქენი? შენ უფრო თითებით აწვევ. აბა მიდი მაკო. ეხლა უკვე არასწორად გიჭირავს. რატო ვითომ? შენ მიმარცხე. ესე და ამით ვაჭერთ? სწორია? სწორია. შვენიერი. კარგი, ყურადღება იქითკენ მე აქ ვქნა. ამასობაში გვაქვს უკვე ხელები. მოი როგორი. ძალიან ლამაზი გამოვიდა. ნახეთ უკვე ხელები ავაწყეთ უკვე. ნუ, ცნახე რა ვქენი. სურათო. თავიდან ჩადე. გავაფუჭე რამე? შევავსებ მე. შევავსებ. ესე იგი ნინო, ეხა უკეთებთ საყელოს? ქურქის საყელოს, ასე ვთქვათ. აბა, აი ასე. ამოიღე. მე მგონი ჩვენ შემოსაშვებები არ ვართ მაგას. იცი როგორ ჩვენ ეხა მაფინზე ზემოდან დავასვათ ელფი, ხო? ალბათ ესე აჯობებს. აი ასე. მოდი მაკო შენც ჩაამატე. ამდენი უნდა. აი ასე. ასე ისევ გამოვიყენეთ კანის ფერი, როგორც წინა ბლოკში. სახეს ვაკეთებ და ისევ იგივენაირი პრინციპით ვაკეთებ. უნდა გადაურიოთ თეთრი, ცოტა წითელი, ცოტა ყვითელი ფერები. ნუცა ბოდიში. სულ გავავსეთ. რატო გამიფუჭეთ? და ეხლა ხელები დამესურება ამის. გამოუში ცოტა რაც ზედმეტი. აი, შო. გამოვასწოროთ. მართლა. ესე იგი. იცი როგორ ხნათ? მოდი ჯერ, ხო. დავასვათ და შემდეგ უკვე შევუსოთ ჩვენი ცისფერი ფერი. იმასქენი. ჯერ შევავსო? შევსე. ნუც. ნუ მაიმუნო. აუ ესეც ლამაზი იქნება ეს ფონი. ხო არაფერი გავაფუჭე მართლა გამოუსწორებელი ხوار ჩავიდინე რამე. არა. ძალიან კარგი. სამზარეულოში გამოუსწორებელი არაფერი არ არის. ნამდვილად. აი ეს ცოტა ნუც. ჩვენი ცისფერი. ყველა ერთნაირად რო ვიყოთ. კარგი არა? მადლობა. თუ ყველა ერთად ვიყოთ, მაგრამ ერთნაირად ვიყოთ ყველა. შვენიერი. რა საყვარელია. ყურები, ელფის ყურები, ფეხები და ყურები ერთ სტილში აქვს გადაწყვეტილი.
და დაგვრჩა ქუდი. და დაგვრჩა ქუდი, კი მწვანე. მაფინს ერთს დავსვამთ. აქ ერთ მაფინზე დაგვრჩა 4 ცალი მაფინი და ერთი აზრი შეიძლება ვთქვა. აბა გისმენ. ამით რომ დავწეროთ ქალბატონინო, თქვენ როგორი აზრის იქნებით 2017 წელი აქ? შეგვიძლია. შეგვიძლია? შეგვიძლია კრემით გავაფორმოთ და ციფრები გავუკეთოთ. აუ ესე ვქნათ რომ მოვასწროთ, მომწონს ეგეთია. მაშინ რაში დაგეხმაროთ? მოდი ახლა ჩვენ ელფი გვყავს დასამთავრებელი, დავსვათ, მოვათავსოთ კარგად, შემდეგ ესე იგი ეს ჩვენი ძირიც გავაფორმოთ და დავიწყოთ უკვე 2017-ის გამოძერწვა. ხო და აი თან სამი ფერი გვაქვს. თუ ერთი ფერის გავაკეთეთ. მარციპანისგან გავაკეთოთ. ციფრები თვითონ ხო? და ფონი უბრალოდ ეს ძირი და მოვატრიალებთ ახლა. ვაიმე. ანუ მაფინები გჭირდება 2017-ისთვის თუ პირდაპირ თითო ციფრი თითო მაფინზე. გასაგები. მიხდი? კი. როგორი ლამაზია ნახეთ. ენაც რო უჩან. კი და ეხლა შეგვიძლია ნახე რა ვქნათ. ჩემი აზრით ცოტა ჩვენ ესე იგი აი მწვანე ესენი შეგვიძლია მოვაყაროთ აი ამ ჩვენ აბა ქალბატონო ნინო შეგვიძლია ჩვენ ციფრების კეთება დავიწყოთ ხომ რო არ დავკარგოთ დრო ცოტა ესე შევაყაროთ მანამდე ვაიმე და რაღაცები სულ ამოვისვარე, მაგრამ არა უშავს სამაგერო სახალისო და მორთულობას როცა აკეთებ, მაგისტრის მზად უნდა იყო, მე ესე მგონია. ჰოპ. მოვაყაროთ ეს ჭრელი შაქრის მარცვლები. მე მგონი ძალიან ლამაზი გამოვიდა. საკონახე. აბა მე. ფანტასტიკა. მაშინ ეგ მაგის დასრულებაც რომ მოვასწროთ, მე დაგეხმარებით თუ მანდობ და სათამაშოს მე გავაკეთებ. არა, ნუცა ესე არ მენდობა ხოლმე. მაინც ალბათ ნინო ფრთხილად იყავით. არ გაფუჭდეს. ანუ გვაქვს ტრაფარეტი, რომელსაც გადავაბრტყელებთ შაქრის პასტაზე. შემდეგ ვიღებთ დეკორატიული პუდრია ეს, ოქროსფერი და დავფერავთ. ნინო, ამ ტრაფარეტების ყიდვაც შეიძლება ხო საკანონმდებლო მაღაზიაში. და აი ამ ოქროსფერი პუდრაო რომ ვახსენეთ ამის. სიამოვნებით თქვენ შეგიძლიათ მე გავაკეთებ ციფრებს, ხო? ეხლა დავიწყოთ ციფრების გაკეთება. ამასობაში ჩვენ შეგვიძლია კიდე მაფინები ის ვქნათ, რა ქვია, დავკრემოთ. და სხვადასხვა ფერის ციფრები გავაკეთოთ? მოდი, იცი როგორ ფიქრობ, სხვადასხვა ფერის ციფრები და ერთი ფონად ერთი კონდეს, ძალიან რო არ აჭრელდეს, რას ფიქრობ ნოც? ერთი გამაკეთებინა. მოდი, აი ესე გააკეთება. მე მაგას შევამოწმებ. სად მიდიხარ? აბა მანა. სად მიდიხარ? არ დამხუცე. ლამაზია. ეხლა რა კარგია. თაკეთ, თანაბრად. მარტო აი აუ, რა კარგად გამოდის. შიგნითაც მინდა. ჯერ ერთი აი ეს გვერდი შეავსე. მე შინია ბევრი არ იყოს. არა, ეხლა შიგნით შეავსე. ახლა ციფრებს როგორ გავაკეთებ? ქალბატონო ნინო, შემხედეთ ერთი შემხედეთ. საკო, შეგიძლია სანამ ციფრები გამოიძერწება, შენ გააფორმო ეს მაფინი. აჰა, ესე იგი ციფრებს როგორ ვაკეთებთ? მგვალ ესე 3D ზომაზე ესე იგი ისე და ფორმაზე. აი ეს ნახეთ რა შეგვიძლია. შეგვიძლია გამოვხსნათ და ნახე როგორი სათამაშო გამოვიდა. შემდეგ გამოვჭრით, ხო? და ჩვენს პეჩენიაზე და წყალს წავუშავ, როგორც მასწავლეთ. ვა. ესეც რა მარტივია რა? ძალიან მარტივია სახლის პირობებში გასაკეთებლად მით უმეტეს. ძალიან მარტივია. ესე იგი ეხა გადავედით ჩვენს რიცხვებზე. ვა, საკო რა ლამაზია. აი ლამაზია. თქვენ დაასრულეთ თქვენი ორცხობილა და მე აქ შეუცვლელი მის ვარ. ნუცას დამხმარე. ვაიმე, ნუც ბოდიში. ნახერები მის. 2 წუთით გამოვედი და წამართვა შეუცვლელი დამხმარის სტატუსი. აი, ნახეთ, უკვე დავასველე ჩვენი ორცხობილა წყლით და შეგვიძლია რომ ჩვენი სათამაშო, რომელიც მოვამზადეთ და დავფერეთ, დავადოთ ზევიდან. და გამოგვივა ნაძვისხის სათამაშოს ფორმის ორცხობილა. მე ძალიან მომწონს. საკო, აბა შეხედე, შეაფასე. აბა, ერთი წუთით ნუ მომწონს. მგონი უკვე შემიძლია მეორეც გავაკეთო დამოუკიდებლად, იმიტომ რომ კიდე ერთი ორცხობილა გვაქვს. მართლა რა. თუ წინააღმდეგი არ იქნებით, აქ ხო? ვიღაც სულწად ლურჯი მინდოდა. მაკო, რატო გამოტოვე ამასობაში, ნუცა როგორ გავალამაზე? აი. მე გალამაზებული ვარ. ხდება თეთრცისფერი. ნუ იმდენი ფერი გვაქვს, რომ ჩვენც რო გავფერადეთ. მე ხო ხელს ხوار გისწრეთ აქ. არა. ესე იგი 2-იანი და 0-იანი უკვე გამოვწერწეთ. დაგვრჩა ერთიანი. და ესე იგი ხელის მარტივი მოძრაობით, როგორც მაყურებელი ხედავს.
აი. როგორ მარტივად, ესე იგი ერთიანსაც. მოდი. ბოდიში. всё, მე მგონი გეყოს. ბოდიში. რა ყველა რაღაცით დავსაქმდით. კი. ასე შეიძლება სახლშიც ყველა ოჯახის წევრი დავასაქმოთ და ისე ორნამენტი ავარჩიე. და ისე იმჭყვიალა პუდრს მოაყრი? კი. მოდი მე მოვაყრე, შეიძლება? ესე საფრთხელები. 7-იანს ვაკეთებთ ხასხასა მწვანეთი, ხო? მე როგორც მივხვდი, ურევთ ყვითელს ისევ ცოტა მწვანეში და ვიღებთ კვას-კვასა მწვანეს. კარგი, დაგითმობ ახალი წელია. უბრალოდ ფუნჯი, კი. მოათავსე ამ ჩვენ ფხვნილში და მე დაფერე თავისუფალი ადგილები. ზევით არ გინდა, იმიტომ რომ მარტო მრგვალ ნაწილს ვიღებ. რა ვქნა შემიძლია? კიდევ დაადე, თითქოს ხატავ. კი ბატონო. ეს მაინც პირველი მცდელობა დღეს რამდენი რამე ვცადე. აქედან შეგიძლია კი, გადმოვიტანო. განაწილე. მაკო, ნახე შენ საყვარელ საქმეს ვაკეთე. მე გავაკეთებ. საკომ მაინც წამართვა აქ და. იცი რა, მაკო, შენ ხო ერთი ცადე და ხო ერთი მეც. დაგვრჩა 7-იანი. ეს თავარია რომ თურმე ეს პუდრას რომ აყრი, კარგად უნდა განაწილდეს. და მე რომ მაფინი მოვრთო, შეიძლება საკომაც გააკეთა? კი, როგორ შეიძლება. მაკო, არ გამოგივა. მოდი. რაფერი გავაკეთა? ციფრები მზად. ვარდისფერი არ შეიძლება? ციფრები მზად არის აი ნახე ამასობაში. უფრო ფერი რა, როგორც გინდა მწვანე იყოს. ჩვენ ხო ციფრები მზად არის, ხო? მოდი მაშინ ნელ-ნელა გადმოვიტანოთ. კი, შეგვიძლია. სანამ გადმოვიტან ძალიან დიდი ბოდიში. ქალბატონი, ნუ ამას კიდე დამატებით უნდა რამე, კიდე დავამატო. არაფერი უნდა, კი ბატონო. ეხლა უნდა ამოვჭრათ და დავაწებოთ ორცხობილოზე. კარგი. აბა როგორ ხდება ეხლა? ეს ავიღო? კი. აი მე ცოტა ნერვიულობ. არაფერი. არ არის ენერგიული. აი ესეთი საქმე რო იყოს, სულ სამზარეულოდან არ გამოვიდოდი გულწრფელად. არ გამოხვიდოდი ხო? არა. არც მე. და მე ნუცა გამოვიდოდა და ჩვენ შეგვიშვენ. და ნუცა დაელოდა. ამას ამოვჭრით. ნახატს. წყალი გვინდა ამ შემთხვევაში. ორცხობილოზე დავაწებებ. აი 2017-იც გამზადდა და შეიძლება მაკო ერთი მაფინით ჩაეტიოს და ჯერ იცი რა ჯობია დადო მაფინი. ესეთი მინდა. არ შეიძლება. როგორ შეიძლება მოვთავთ მე ჭყვიალებით. მე ზემოდან შეგვიძლია მოვრთოთ. შეიძლება ახლა ყურადღება ჩემსკენ? აბა, თუ მორჩი მაკო რა თქმა უნდა. სანამ ჭყვიალებს მოაყრე, კარგი? ცოტა მახინჯია, მაგრამ. მოდი დაგეხმარები მეც. აი, მე რახან ეს ცენტრი უნდა იდგეს და წამყვანი ფიგურა უნდა იყოს. მოდი ოდნავ შევალამაზე. ცენტრში თუ უნდა მდგარი ყო არ ვიცოდი, თორე უფრო ვეცდებოდი, მოვინდომებდი გულით. მაკო რა. თუ არ გამოგივიდა შეგიძლია მოხსენი, მოხსნა თავიდან გააკეთე. იცი რა, ლამაზად გავაფორმებ ეხა და. აბა როგორ. იცი რა, რაღაცები დავაყაროთ ბევრი. და უკვე ისედაც გალამაზდა. ლამაზის. აი ხა ცოტა ოქროსფერს მოვაყრით. საკო ნუ დამცი. არ ხო იცი, ნუ დასინიო. ამას მეტი, მოდი, არაფერი აღარ უნდა. კი, ერთი. აი ლამაზია. აი თავი, ნახე თავზე უნდა რაღაცა დავადოთ. აი. გადასვე. აი, მე მგონი ლამაზია. არა, ლამაზი, ყოჩა. ლამაზია მართლა. ჰოპ, ჩვენი ვარდივით ჩაჯდა შუაში, მეტი რა გინდა. მე მგონი მშვენიერი გამოვიდა, ხო? კი, ლამაზია. აი, როგორი ლამაზია, ერთი წუთით ჯერ ეს კარგად დატკბეს მაყურებელი ჩვენი 2017 წლის კომპოზიციით, საახალწლო კომპოზიციით და ამასობაში მეც გავაკეთე ისე როგორც მაკომ, არაფერი შემიცვლია, დავფერე ასე ვთქვათ და შემდეგ მოვათავსე უკვე ორცხობილაზე. აი ეგ არის ყველაზე მარტივი, რაზეც თავსდებ რომ ყველას გამოუვა, შესაბამისად თუ მაინც და მაინც დიდი კონსტრუქცია და ნაძვისხე ვერ გააკეთეთ, ნაძვისხის სათამაშოს ფორმის ორცხობილა, ზუსტად ვიცი ყველას გამოგივათ, ასე რომ შეგიძლიათ რომ სცადოთ. ეს არის ერთგვარი საახალწლო იმას გავს სათამაშოს, ხო? სათამაშოს კი. კი, ნამდვილად ასეა. ესეც მოვათავსოთ ჩვენს თეფსზე. და მოდი მაფინებზე ვიტყვი საკო რომ ესე იგი ჩვენ რო ესე გავაფორმეთ და უკვე ჩვენი ტომსიკით დავსვით მაფინებზე ჩვენი კრემი, მე აუცილებლად მაცივარში უნდა შევინახოთ, რადგან ეს არის ამოყვანილი ნაღები და მალე რბილდება. სასურველია რომ მაცივარში შევინახოთ, რათა არ ჩამოგვეღვენთოს და ახალი წლის ღამეს მეძგრად და მყარად იდგეს. კარგი. მოდი ახლა რახან საახალწლო კომპოზიცია გამოგვივიდა.
და თან ჩვენი საეთერო დრო ნელ-ნელა იწურება გადაცემის ამ ნაწილისთვის განკუთვნილი დრო და ნინოს დავიმშვიდობოთ თან ძალიან დიდი მადლობა უნდა ვუთხრათ რომ ასე გაგვახალისეთ და ასეთი მარტივი ხერხი გვასწავლეთ როგორ გავიხალისოთ და გავიფეროდოთ კიდევ უფრო სადღესასწაულო დღეები აი როგორი გამოვიდა ჩვენი საახალწლო ტკბილეული და მაკო მაინც არ ნებდება მაკო და აგრძელებს შენ ეხა ყველაზე კარგი რამ გაგწიე უნდა შეჭამო ეს ყველაფერი ასე რომ დაანებე გაკეთებას თავი სასიამოვნო მომენტი ყველაზე სასიამოვნო მომენტი ნამდვილად ასეა ნახე არა ბოლომდე კაია მაკო პირველი წესთვის ჩვენიერი აჰა ну ეხა ჩემ ცისფერს არ შეედრება მართალია მაგრამ კი არა უშავს ამასაც აი რო გააფორმებ მე ლამაზი იქნება ჩვენიერი გაფორმება ყველაფერს უხდება მართალია ეგ არის რაც თავი არ დავკარგეთ არც ერთი აი მოდი ახლა ერთი წუთით აი ასეთი საბოლოოდ კომპოზიცია გამოგვივიდა რომელიც წარმოიდგინეთ თქვენ საახალწლო სუფრაზე რომ იქნება ეს უკვე ნიშნავს რომ ყველაზე არაჩვეულებრივად და განსხვავებულად შევხვდით ახალ წელს ხო მართლაც ასე რომ არ დაიზაროთ მოამზადეთ ამოყვანილი ნაღებისგან კრემი შეღებეთ და შემდეგ იყიდეთ ასეთი ლამაზი გასაფორმებელი საშუალებები და გააფორმეთ თქვენი საახალწლო ნუგბარი მე მგონი ბავშვებთან ერთადაც გაგემარტივდებათ და რაც თავარია ძალიან დიდი მადლობა ნინოს ასე რომ გაგულამაზა და გამხალისა დღე სასარგებლო გამოვიდა ჩვენი მაყურებლისთვის გადაცემის ეს ნაწილი. დაუბრუნდებით რეკლამის შემდეგ და უკვე გასწავლით 12 რო გადაცემა, მე რა უნდა გააკეთოთ.